მოგესალმებით მეგობრებო, სოფლიო უფრო და უფრო ეხლა ზმნა მინდა შესაფერისი მოვიფიქრო. უახლოვდება მესამე მსოფლიო ომს თქო არ მინდა დაზაფრო არავის, მაგრამ არ შორდება ესე ვიტყვი. მოკლედ ისრაელმა დაარტყა ძალიან ოსტატურად ირანს. ირანის მაღალჩინოსნები, სამხედრო მაღალჩინოსნები, უმაღლესი ჩინების მქონე სამხედრო პირები კორპუსებში იყვნენ. ამ დროს ეძინათ და რაკეტები მოხვდა ჩვეულებრივ საცხოვრებელი კორპუსების ზუსტად იმ საძილე ოთახებს, სადაც ისინი განისვენებენ ალბათ უკვე ისვენებდნენ, რაც ცოტა უცნაურია, იმიტომ რომ მე ვიცოდი უკვე რომ მოსოფლიო მეც ყველა მიცოდა რომ აპირებდა ისრაელი დარტყმას ირანზე. ყველაფერი არის იქით მიმართული, რომ ირანს არ უნდა ჰქონდეს ბირთვული იარაღი. ტრამპმა გამოაქვეყნა პოსტი, სადაც თქვა რომ კიდევ აქვს შანსი ირანს რომ შეწყვიტოს პროგრამა ურანის გამდიდრების, თორემ შემდეგი დარტყმები შესანიშნავი ამერიკული იარაღით, ასე აქო ტრამპმა თავისი ისრაელისთვის გადაცემული იარაღი გამანადგურებელ დარტყმებს მოგაყენებთ. რამდენად დათანხმდება ირანი, ირანისთვის ეს მარტივი არ არის, იმიტომ რომ შიგნით უნდა ხალხის დაჭერა. სულ რამოდენიმე წლის წინ, 2 წლის წინ მე მგონი, ბღელვარება იყო თუ გახსოვთ ერთ-ერთი ქალის გამო, რომელმაც ისლამური ადათი დაარღვია, ეს არის ისლამური რესპუბლიკა და მოუწია ქვეყანას ხელისუფლებას დაძაბვა ძალების, რომ ეს არეულობა ჩაეხშონ. თუმცა თუ დაინახეს თვითონ ირანში მყოფმა მცხოვრებმა ახალგაზრდებმა განსაკუთრებით და მსოფლიომაც თუ დაინახა რომ სუსტია ირანის რეჟიმი, ეს თავისთავად რეჟიმზე ცუდად იმოქმედებს. ეს მათი პრობლემებია, თავისთავად ჩვენ არ მოგწონს ის რომ ომი შეიძლება გაჩაღდეს და არ მოგწონს ის რომ ყველაფერი შეიძლება მოხდეს ჩვენთან 1000 კილომეტრიც არ არის, ძალიან ახლოს. იქ აზერბაიჯანული მოსახლეობაა, იქ სომხეთ-ირანის კავშირები არსებობს, მოკლედ კიდევ ერთი ხანძრისკერა გაჩნდა ჩვენს გარშემო. რაოდენ ბრძნულად ვიქცევით ქართული ოცნების მეთაურობით, შეიძლება ასე ითქვას, რომ ჩვენ მოახერხეთ და აი ამ კოშმარში, ცეცხლის კოშმარში ვახერხებ და მშვიდობის კუნძული ვართ. ეს არის უდიდესი რამ და ძალიან მაგარია. შეგახსენებთ, რომ ნავთობის ფასი გაიზარდა, რუსეთი ხეირობს, უკრაინიდან ყურადღება გადადის და ზელენსკი ჯავრობს. რუსეთი მხოლოდ გაძლიერდება, ჩემი აზრით და არ ვიცი ეს როგორ იქნება რანაირად, მაგრამ ფაქტია, რომ ამერიკას არ აქვს ბევრ ომის თიადზე ბრძოლების წარმოების საშუალება. როგორ ხდება ამ ამბავს საქართველოს და ჩვენი შმო პოზიცია, აკაცუკები და ასე შემდეგ. რასაც ჩვენ ხედავთ ახლა გუშინ დაიჭირეს რა დასაჭერი იყო. ციხეში მივიდა ნიკუტა გვარამია. ესეთი რამ პირველად ხდება ისტორიაში, რომ ადამიანებს იჭერდნენ და მასობრივი ან თუნდაც რაღაც მნიშვნელოვანი მხარდაჭერა პატიმას არ ქონდეს. საქართველოში პატიმას ყოველთვის უჭერენ მხარს, იმიტომ რომ დაჩაგრულია და ასე შემდეგ. ასე უხაროდეს კი არა, აი ფეხებზე ეკიდოთ თლიანად ამათ დაჭერა. ეგეთი რამ უნდა დაფიქრდნენ ესენი რა. როგორც ჩანს, აი ამ დაჯარიმებებმა Facebook პოსტების გამო მადლობა ამ კანონში, მაგრამ ეს კანონი არის დასახვეწი, ჟურნალისტებზეც არის გასავრცელებელი, იმიტომ რომ იცით რომ ჩვენ ჟურნალისტ გოგონას თავს დაესწნენ ეს არამზადები და პროკურატურა იძიებს ამ საქმეს, მაგრამ ჟურნალისტების ბუნიკიდან დაცვის კანონიც უნდა მივიღოთ. თან ორივე მხარე შეეხება, ხო? ჩვენთვის კარგი ის არის, რომ ჩვენი მომხრეები, ქართული ოცნების მომხრეები არ სცემენ, არც ბილს იტყვაობენ და ისინი უბრალოდ როცა ხედავენ პოზიტივის ჟურნალისტს, უბრალოდ ხარს რო წითელი აუფრიალო, ისე ემართებათ, ცხოველდებიან რა. ამის გამო უნდა დავიცვათ ჩვენი თანამშრომლები, ალბათ ეს მისაღებია და აი ამ ვითარებაში ჩვენ ხედავთ მორიგ, ასე თქვათ, რაღაც პატარა ისინი აფეთქებას ეძახიან, მაგრამ რაღაც პატარა განძრევას გააწინსართი ზედმეტი აქვს, მე მგონი, რასაც აკაცუკები აკეთებენ. მინდა რომ აი მაინც აქაურ პრობლემატიკაზე დავიწყოთ საუბარი. რასთან აგვაქვს საქმე? ჩალო, მოდი დავიწყოთ
შეფასებით რა. მე როგორც ადამიანი, რომელსაც ძალიან ვაფასებ სტრატეგიას და ტაქტიკურს მოქმედებს და ყოველთვის ვცდილობ რომ რაღაცები გავანალიზო, მინდა ვუთხრა ჩვენს ოპოზიციას, რომ საქმე ერთი ადგილისკენ აქვს. მოდი პირდაპირ თქვათ რა. დიდი ხანია. იცი რატო? იმიტომ რომ რასაც ისინი აკეთებენ, მათ მოახერხეს და ძალიან ბევრი თემა გააფუჭეს. მაგალითად, რაც შენ თქვი, პირველად არის სიტუაცია საქართველოში, როდესაც პატიმრების მიმართ სოლიდარობა აღარ აქვს არა. არა, ხო. ანუ მე მართლა რა, მახსოვს და თან იცი შავა რატო ისინი ვერ ხვდებიან რომ საქართველოში ხალხს უსამართლობა არ უყვარს და უსამართლობაში ცალსახა რაღაცები არსებობს რა. ანუ როდესაც ეს ოპოზიციის წარმომადგენლები, ახლა ერთი ნაწილი ციხეში მიდის, იმიტომ რომ უბრალოდ ზაღადობას ჩადის და მეორე ნაწილი იმიტომ რომ უბრალოდ იდიოტია, ჯიუტიც არა, უბრალოდ იდიოტია. ანუ ეს ვერ გამოიწვევს ჩვეულებრივ ადამიანში სოლიდარობას. ანუ მეცაც გეტყვი შალვა, მათ მომხრეებშიც კი ვერ იწვევს ეს სოლიდარობას. ანუ რა იცი რომ აი რაღაცა ატყდება, ერთმანეთს ამხნევებენ, იქ რაღაცა ეს ნახევრად ინფლუენსერები რაღაცა მაღალ ფარდობად თბილისში ხრება ყველა ტექსტებს წერენ, მე განსაკუთრებით მომწონს რომ ეს აი პოსტებით მიხვდები ვის რა წიგნი აქვს საკითხული რომ იქ რაღაცა საარტრე კამიუ რაღაცა გულისრევა მიხვდები რომ ეს რაღაცა ამ ახალგაზრდების გულისრევა არ არის ამ სიტუაციაზე საერთოდ არა შალვა მე ძალიან კარგად მაქვს საკითხulis ხო და არა შალვა ჟან-პოლ სარტრი შალვა მან გულისრევა საერთოდ სხვა რამეზეა აი გულისრევა უნდა გამოიწვიოს და აი ამ ფსევდო ინტელექტუალებმა რომელსაც ჩვენ უყურებთ შალვა საქმე მაგაშია ზუსტად ამიტომაც არის ეს ყველაფერი დასაცილო და ეს ყველაფერი ანუ იწევს რას რომ აი მოდი თქვათ რა სინამდვილეში მე ვამბობ სინამდვილეში მე ამას შეიძლება არ ნოვამბობდი იმიტომ რომ მაინც აქეთ მხარეს ვარ ანუ ნორმალური ჯანსაღი ხალხის მხარეს და შეიძლება რასაც ვამბობ ეს ამან ხო შეიძლება დააფიქროს მაგრამ ვიცი რომ ამას არ იზამენ თემა არის შემდეგნაირი მათ აქვთ შეცდომა სტრატეგიულად რომ ის სტრატეგია რომელიც მათ აქვთ არჩევანი შანსს არ უტოვებს ნულოვანი წარმატებისაც კი და მათ აქვთ უკვე შეცდომა ტაქტიკურადაც ანუ მათ დაამუღამეს რომ ანუ მათ აქვთ რამოდენიმე ესეთი მეტნაკლებად ეფექტური იარაღი ანუ ერთი იარაღი არის რომ მაგალითად რაღაცა PR კამპანიები შეუძლიათ მეორე იარაღი არის გიჟები ფსიქიკური პრობლემების მქონე ხალხი რომის გამოყენება ძალიან მარტივია რა წახალისება ხო წახალისება რომ აი შე რო ხარ გიჟი და რომ აი გიჟი თავისუფალია და აი მივარდი და ვიღაცა ტიპს უყვირე ახლა ჩაოლებრივი აი იცი რთულია ან ჩაოლებრივი ადამიანისთვის ძალიან რთულია მიხვიდე შენთვის უცხო ადამიანს და აგინდა ჯერ ერთი საქართველოა და შეიძლება აღმოჩნდეს და შენი ბიძაშვილის ძმაკაცი და მე ბიძაშვილი გითხოს არა გაქო ეს გიჟესთვის ეს ხო არ არსებობს ეს არ არსებობს არ ნათესავი მეგობარ არსებობს მარტო მისი ეგო და თან რა რომ ეგ რაღაცა რადიო თავისუფლება გამოაჩენს პირველ გვერდზე როგორც ამათ ბიძაშვილებიც ხო არ ყავთ ყველაზე მაგარი იყო მეგობრებო პატარა ჯანართი ის მოჩხუბარი კაცი რო ჩამოვიდა ჩვენი გმირი თვალიშვილი მან გამოჩნდა ყველაზე მაგრა აი მე მედია ტრიუკები ვიცი და რომ ეკითხება ეს ზონდერ ჟურნალისტი ეკითხებოდა რომ ცნობილი კითხვა დაუსვა რომ ხარს დაუჭერთ თუ არა და აბა ასე შემდეგ იმან უთხრა რომ ხარს უჭერო რა ზდილობიანად ეს უთხრა რა აქ რო დამთავრებულიყო ხო ჰედლაინი იქნებოდა რომ მერაბ დვალიშვილი ხარს უჭერს პოლიტპატიმრებს შეუკიკინა კიდე ის სიტყვა არ არის აი მოკლედ შეუკიკინა ამ გოგომ და ბოლოს პროვოკაციას მიწყობ თო უპასუხა და დაასრულა ყველაფერი ანუ ხვდები რა იდიოტები არიან. ой, მათ ხარ როგორც პატიმარსო, ყველა პატიმარს უსურო ზოგადად და აბა შეეძლოთ ამ ჰედლაინის წამოღება, რომ ერამ დვალიშვილმა პოლიტპატიმრებს ხარი დაუჭირა რა. და შეხედე ეს კატეგორია. გიჟება ეს კატეგორია. უტვინოები. ხო. ახლა ხა თქვი მესამე კატეგორია, იმიტომ რომ ეს მართლა ასეა რა, ხო? ანუ მიხვდი რომ შენ უკვე შედეგი გააქვს. მე რა თქმა უნდა წავიდო და განხილვა რომ ესე თქვა თუ არა მაგრამ სხვა რაღაცა მაგრამ ამან პირდაპირ უთრო პროვოკაციას მიწყობ მან დასრულდა ყველა ხო ანუ სამხედრო ომებში და სამხედრო საკითხში არის ესეთი რაღაცა რომ
როგორ უნდა მოვიგო ფსიქოლოგიურად მოწინააღმდეს, როდესაც რესურსი არ აქვს და ბევრი ხედავთავარი მაგალითად ჩინგისხანი მიმართავდა იმას, რომ ბევრ კოცოს ათებდა სპეციალურად, რომ მოწინააღმდეგეს შეინებოდა, ხო? მიეჩნია, რომ მეტნი არიან და არსებობს ბევრი სტრატეგია, როგორ უნდა მოვაჩვენო მოწინააღმდეგეს, რომ შენ იმხელა ძალები გაქვს, რომ წინააღმდეგობას აზრი არ აქვს. მთელი ეს NGO და მთელი ეს ეს ოპოზიციური ძალები აგებული იყო ამ მოჩვენებით, ამ სტრატეგიაზე. საქმე რა არის, ეგ რა თქმა უნდა რაღაც ეტაპზე მუშაობს, მართლა მუშაობს, მაგრამ როდესაც უშუალო ბრძოლაში ერთვება მოწინააღმდეგე და ხედავს, რომ თურმე შენ ის ძალები არ ქონია. ჩაში რომ უნდა გამოიყვანო კონკრეტულად და არა ვირტუალურ სივრცეში. ხო, ვირტუალურ სივრცეში. აღმოჩნდა, რომ ის ძალები არ ყოლიათ, გამოჩნდა, ნათელი გახდა. ეხლა ისინი არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ უკვე არც იმას აქვს აზრი, რომ გამოვიდნენ და არც იმას აქვს აზრი, რომ აღარ გამოვიდნენ. ანუ დარჩენილები არიან ისეთ მდგომარეობაში, რომ მათი სტრატეგია არის ჩავარდნილი და ეხლა რა უნდა გააკეთოთ? გვეუბნებიან, რომ თუ კი დაივიჭერთ რაღაც ესე იგი გვარამიას, ამით და მელიას, ამით რაღაც ქვეყანა დაიქცევა. არ იქცევა ქვეყანა, არა საზოგადოებრივი მხარდაჭერა არც ერთს და არც მეორეს, არ აღიქმებიან ისინი როგორც პოლიტპატიმრებად არანაირად და აღმოჩნდა, რომ არც ესე იგი იმის ძალა აქვს, არც ავტორიტეტი აქვს, არც არაფერი არ აქვს, ბუტაფორები აღმოჩნდა მთლიანად ეს პოლიტიკური ძალები. ამიტომ რაღაცა მოგოთ ყველაფერს დაერქვა თავის სახელი. ანუ ის ფინდი, რაც ჰქონდათ მათ, რომ გვაჩვენებდნენ, რომ ისინი რაღაცა ძალაწარმოებდა საზოგადოებრივ მხარდაჭერა, საერთაშორისო მხარდაჭერა და ესეთები გქონიათ, თურმე სიამოვნებაში არ ქონიათ. უფრო საინტერესო ამ კუთხით არის ის, რომ ამ გეოპოლიტიკურ, უბრალოდ მაინტერესებს, როდესაც ოპოზიცია ხარ, ხო? ხონდა რაღაცნაირად ხონდა შენი მკვეთრი რაღაც გეოპოლიტიკური ხედვები, ხო, რაღაცეებთან მიმართებაში. უნდა ხონდეს რაღაცა შენი რაღაცნაირი ალტერნატიული რაღაცა ხედვები, ხო? ანუ 3-4 წლის წინ რაღაცაები რომ მოიგონეს, იმას იმეორებენ დღესაც და დღეს უკვე ყველაფერი შეიცვალა. რა არის ისეთი რამე, რაც იგივე დარჩა. აბსოლუტურად ყველაფერი შეცვლილია სამყაროში. ამერიკა აღარ არის, ზელენსკი გმირი აღარ არის. რა ვიცი, ჩვენ თვალწინ ამდენი ადამიანი იღუპება და ომი არ არის რაღაცა შორეული წარსული აღარ არის, სულ ახლა ხანს ხდება ჩვენთან ამ ხელად ომები და ამაზე საერთოდ არანაირი რეფლექსიაც არ აქვს ადამიანებს და ვერ ხვდებიან რომ ქართულს ეს აინტერესებს, იმიტომ რომ ქართულს ხვდება რომ იქვია კაცო. აგერ არის ირანი. ირანი აქ არის, რამდენი ხანია? რამდენი კილომეტრია? 5 საათში მანქანით ჩახვალ მე მგონი. უფრო მალე. დავთქვათ რომ ირანის არის ესეთი მომენტი რომ ჩვენ ხა ირანელებს ვეძახით, სიამოვნებაშიც ტერმინი ირანელი ყოველთვის იყო გეოგრაფიული ტერმინი. ამიტომ თავდაპირველად ერქვა სპარსეთი. ირანი იყო გეოგრაფიული ტერმინი. მე-20 საუკუნეში ამ სახელმწიფოს სპარსეთი ერქვა ირანელი, რატომ? იმიტომ რომ მრავალეთნიკური იყო და ყველას რომ სპარსს ვერ დაუძახებდიან. აზერბაიჯანელები იყვნენ, ქართველებიც არიან იქ. მაგრამ ეხლა რა შეას საქმე? ჩილოში რომ მიდიხარ შენ თაბრიზის ტერიტორიაზე და ესე ტერიტორიაზე სპეციალურად არ გელაპარაკებიან ფარსის ენაზე. არა ხო? თურქულად ლაპარაკობენ, თურქულ აზერბაიჯანულ ენაზე. არის შიდა წინააღმდეგობა. ეხლა წარმოიდგინეთ ეს ძალები, რომლებიც ესე არის, ირანი მოდი ესე თქვა, მეტლაკება ჩვენთვის ან ესე იგი გეოპოლიტიკურად მაინც კარგ ფუნქციას ასრულებს. ეს არის გარკვეულწილად რაღაცა დერეფანი იმ დიდი თურანის იდეისადმი, რომელსაც ქვია ერთიანი თურქულ სახელმწიფოს შექმნა. ეს პრობლემაა ირანელების. კი ბატონო, და ეწინააღმდეგება თურქეთს. ეგ მოდი ესე თქვა, ეს დიდი თურანი რეალურად ჩვენ ირგვლივ მე-15, მე-16, მე-17, მე-19 საუკუნემდე არსებობდა. რუსებმა ჩაჭრეს პირველად ეგ ტერიტორია და ამიტომ ცოტა რაღაც საქართველოს როლის გაიზარდა გეოგრაფიული, გეოპოლიტიკური როლი. ცოტა აზზე უნდა მოვიდეთ და ბევრი წიგნი უნდა წავიკითხოთ ჩვენ. ყოველ შემთხვევაში TikTok-ის ისგვერდები ფუსტოთ შენი განაცემის. TikTok-ი გააქვს? კი. დავა რეკლამოთ გადაცემა, ძალიან მაგარი გადაცემა აქვს. პოდკასტი უფრო სწორად, რომელსაც ქვია მილენიალი, კი ბატონო, ხო. მე ოპოზიციის შეფასებით დავიწყებ, უბრალოდ რაც ვახსენეთ, ანუ მათი სისუსტე
რეალურად არის მათი ძალაც, როგორც ვაკვირდები და რატო რა? აი რა ვფიქრობ, რომ ყოველთვის შეცდომას უშვებენ, ყოველთვის არასწორ გადაწყვეტილებას იღებენ, აი რაციონალური გონიერი ადამიანი რო დააკვირდება, მაგრამ ესვე არის მათი ძალა და რატო არის ძალა, ნახეთ? რაც ნიკუშამ თქვა, რომ აი ის გიჟი არ მიუვარდება ვიღაცას. ვიღაცა აი ჩვეულებრივი ქართველი, ვისაც შეიძლება არ აინტერესებს პოლიტიკა, ან აინტერესებს, ან ჩართულია, ის არ მიეყიდება პირობითად ვიღაცა გარე მეხუთე კოლონად არ დაუდგება სხვა ვიღაცას. ეს მათი სიშლეგე და ეს უსამშობლობა რაც ქვია, ხო? არის მათი სუსტი წერტილი, იმიტომ რომ ჩვენ აქედან ამაზე ყოველთვის მიუთითებთ, მაგრამ მათი ძალაც ეს აღმოჩნდა როგორ ჩანს, იმიტომ რომ მაინც ისინი ახერხებენ აი ამ რაღაც აზრით, ეხლა უფრო ნაკლებად ცხადია, რომ აი რაღაც საზოგადოებაში ეს ხმაური და დაძაბულობა გამოიწვიონ. კი ეხლა ცხადია, ისინი უნიათოდ იქცევიან, მაგრამ ისინი გამოდიან და 10-15 კაცი ახერხებს ყოველდღე რუსთაველის გადაკეტვას და ასე შემდეგ. სხვათა შორის პრეტენზიაც უნდა თქვა ამაზე, იმიტომ რომ ეს ხალხი უკვე თაგიჟეთშია წასული. ბევრი ჩვეულებრივ ადამიანს, აი რომელსაც აქვს მაგალითად რუსთაველზე სეհნოვის უფლება ასეთი, ხო? როცა არის მაგან მივდივარ სადღაც შეიძლება საქმე მაქვს, რა მნიშვნელობა აქვს? ეს ყველაფერი არ ვნახე და აი წარმოიდგინეთ, აი მე ვფიქრობ ხოლმე, რომ აი ეს გეოპოლიტიკურად რა ხდება. აქეთ ირანის თემა, აქეთ უკრაინის თემა, აგერ აზერბაიჯანის და სომხეთის თემა და ხა წარმოვიდგინო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი არის ნიკა გვარამია და მისი მოადგილე არის რავი, ვიღაცა მელია. ესენი რას იზავენ? აი ეს ორი რას პარლამენტში არიან აკაცუკები. ხო, და ესენი არიან და წამწამები რო ეხატა რა ერქვა იმის? ლაზარე, ხო? და ლაზარე არის კულტურის მინისტრი, ან აღარ. არა, კაცო, რა კულტურის, კაცო, თავდაცვის მინისტრი. აი მოლოტოვის როლა ხო იცის? ხო, ეს თავდაცვის. ნახეთ, ეგ არის საერთოდ აი პრობლემური რატო ეს არის აი დისკურსის, ჩვენ ხა სასახელოდ უნდა ვთქვათ, რომ აი ბევრი რაღაცა, ბევრი თემა არის მოტრიალებული რა. აი არ არის, ახლა იგივე ახლა წინა გადაცემა იყო მელია დაიჭი, მე მახსოვს მელია და გვარამიას დაჭერაზე. უცხოელების ხარდაჭერა არ აქვს, ხარდაჭერა უცხოელების აქვს, მაგრამ აღარ მუსირებს, არ რეზონირებს. ფეხებზე კიდია პირდაპირ მოდი დაიკიდა, არ ეკიდა. 3 წლის წინ არ ეკიდა. იმიტომ რომ საქართველი მაინც როცა აი რაციონალურად ნახე აი ქართველია რომ დაინახა რომ აი ხელისუფლება მყარად დგას აი ზევიდან ქვემოთ მომართულ ასე ვთქვათ განწყობებს თუ მიდგომებს უფრო მეტად იტაცებს კი თავის თავში ქონდა შვიდობა არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავის თავში ქონდა ეს რომ მე ქართველი ვარ რაღაცა მაგრამ ხელისუფლებას რომ მყარად ადგა უკვე რაღაც ძალიან კარგი სინერგია მოხდა რაც გასათვისებელია რა თავარი პრობლემა ყოველთვის გვითქვამს და კიდევ გავიმეორებ და თანაც მოკლედ რომ აღარ ისეხა აქ თემის ფართოდ გაშლა რაც სააკაშვილის რეჟიმის დროს ხდებოდა და რასაც დღეს იგივე ხალხი საქართველოში ცდილობენ რომ გააკეთონ ეს არის ყველაფერი დამსახურება უცხოელების იმ ევროპარლამენტარების და თუნდაც მოქმედი ელჩების ანუ ის უბედურობები რაც ტრიალებდა მაშინ აი მაშინ ეს არის მათ კისერზე ეს ცოდვები რა თქმა უნდა სააკაშვილს აძლევდნენ მაგის საშუალებას უშუალოდ შემსრულებელი ეს იყო და მათ დაატრიალეს საქართველოში ის უბედურება დღეს ეს ხალხი დემოკრატიის სახელით რაღაცა მანტია მოსხმულები ცდილობენ რომ ისევ ის საზოგადოების ის ნაწილი შეგვაჩეჩონ როგორც ხელისუფალი რათა როგორც ყველასათვის ცნობილია იძალადონ მოითმონ ხელი ანუ ამ ჯგუფებისთვის ახლა ვიზეთ ჩვენ ვაპარაკოთ ხო აი ხელისუფლების წყარო ხალხი არ არის ისინი ცდილობენ რომ საზოგადოება გამოიყენონ როგორც ხელისუფლებაში მოსვლისათვის ერთ-ერთი საშუალება და მე როგორც ხდებოდა რა თქმა უნდა ისე გააგრძელებენ მათ სხვანაირად არ იციან ანუ საზოგადოება ამას მიხვდა შენ როდესაც ადამიანი მიხვდები რომ ვიღაცა ცდილობს შენს გამოყენებას როგორ მოიქცევი ანუ ერთი შანსია რომ თავი უნდა დაიშტერო და მეორე შანსია რა თქმა უნდა საკადრისი პასუხი უნდა გაცი დღეს აღარავინ თავს არ დაიშტერებს იმიტომ რომ დაიშტერეს უკვე დიდი ხანია ეს აღარ გვიდი იმიტომ რომ ჩვენს უკან ჩვენი ოჯახებია და ჩვენი შვილებია და ჩვენი მომავალი ჩვენ უფლება არ გვაქვს ნამდვილად არ გვაქვს უფლება ვიღაცას დავანგრეინოთ ქვეყანა და რა თქმა უნდა გარდაუვალია ეს ის ხალხია რომელსაც ქვეყანა აუცილებლად უნდა დაანგრიონ ეგ არის ორჯერ ორი ის რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს აყრიან და ატყუებენ ამასაც ხომ მივხვდით
ვხედავთ ხო რომ რაღაცა საქართველოში ატეხავენ ამბავს ნებისმიერ თემაზე უტიფრად და ჩვენთან ეს თურმე სიტყვის თავისუფლებაა, როგორ შეუულიათ მათ უფლება აქვთ. ანუ ვაკვირდებით, რომ ქაოსისკენ დღეს ხელისუფლებაში არ არიან და ქვეყანა მიყავთ ქაოსისაკენ. ანუ მათ შეუძლიათ პოლიციელსაც დაარტყან, სახელმწიფო მოხელესაც შეურაცხყოფა მიაყენონ დაარტყან. ნუ ჩვეულებრივი მოქალაქეაზე აღარ არის საუბარი. იქ რო გაიარო ახლოს და არ მოეწონოთ, დაახლოებით რამდენიც არიან, სულ ყველანი მოგესევიან რაღაც როგორც ტურები. და შეურაცხყოფას მოყენებენ ფიზიკურსაც და ასე შემდეგ. ანუ ცდილობენ რომ ქაოსისკენ წაიყვანონ და ამაში ეხმარებიან მაგალითად ბრიტანეთის ელჩი, რომელსაც ცოტა ხნის წინ გამოგვიცხადა თურმე ხელისუფლებამ რომ კანონი მიიღო გრანტებთან დაკავშირებით, ну, ხელს უშლის დემოკრატიას. რანაირად გაბედეს და დემოკრატიას ხელს რანაირად უშლიან და გააუქმეს თურმე გრანტებთან დაკავშირებით რაღაცა შეთანხმება. რა გრანტებზე თქვათ, რა გრანტი იყო? ეგრე ეხლა გრანტს უყურე ჩაეშალა, პრაქტიკულად ჩაეშალა, ან გაიყალბებინა არჩევნები. უყურე შალვა, უყურე რა ხდება? ანუ ოფიციალურად გვიცხადებდნენ, რომ იმ ორგანიზაციებს, ვისაც აძლევდნენ ეს ოპოზიცია, როგორც არის ტაბულა და დანარჩენი, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იყო და კიდე რამდენიმე ორგანიზაცია თურმე გააუქმეს და ამით ქვეყანა დაიქცა და მიზანი თურმე ამ გრანტის გაცემის იყო არჩევნების შეფასება და ობიექტური დასკვნის დადება. ანუ გაყალბება რა. ანუ გაყალბებას თავი დავანებთ. უყურე რა ხდება? ელჩმა ერთი რომ იცის მიზანმიმართულად ვის აძლევს ამ გრანტს და მეორეა რომ თქვათ და არ იცის. მაგრამ საზოგადოებას იმის ღირსათაც არ ხდის, რომ მაგალითად მე ამისთან დაკავშირებით განმარტება გააკეთოს. ანუ მე რომ მეუბნები, რომ ობიექტური შეფასებისათვის ფულს ვაძლევ ტაბულას არასამთავრობო ორგანიზაციებს ამადამ ჯგუფებს, რომლებსაც ოფიციალურად აქვთ გაცხადებული პოზიცია, რომ არჩევნები ახლა ადგილობრივი არჩევნები უნდა ჩაიშალოს, საზოგადოებაში უნდა იარონ და უთხრან, რომ არ უნდა გამოცხადდნენ და რაღაცა მონაწილეობა არ უნდა მიიღონ, ანუ წინასწარ თავშივე გვიცხადებენ ესენი, რომ არჩევნები უნდა ჩაშალონ და დაანგრიონ. წინა არჩევნებთან დაკავშირებით ეს ხალხი პოზიციონირებდნენ როგორც რევოლუციონერები, ჩვეულებრივად რევოლუციაში იღებდნენ მონაწილეობას და ელჩი დღეს გვეუბნება, რომ თურმე დემოკრატიული განვითარებისათვის და სწორად ობიექტურად რომ შეგვიფასონ არჩევნები, ეს ფული უნდა მიცეს იმათ. ეხლა აქ საზოგადოება ხო ცხოვრობს. საზოგადოება თვითონ განჯის. კი ბატონო, ეს საზოგადოება ამ ყველაფერს უყურებს, იცის და შეფასებას აძლევს. კი ბატონო, ეხლა შემდეგ საკითხიც რო გადავიდეთ, ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი არის. მეგობრებო, კარგი ლაპარაკია, მაგრამ რეკლამა ვნახოთ.